მოდი მაგალითად რაღაცა გასწავლოთ. Გამოწეთ ორივე ხელი წინ და კარგად დააკვირდით, ხომ არ გაქვთ თითების უნებლიე მოძრაობა, ტრემორი. ან ხომ არ გქონიათ, ან იქნებ ახლაც გაქვთ ეს ფეხის კუნთების კრამპი, სპაზმი, როცა ეს ფეხის კუნთები უნებლიეთ იკუმშება და მე გტკივათ ხოლმე, თქვენ ეძახით ამას, აი ფეხი გამენასკვაო, ან ფეხი როცა კრთის ხოლმე, ან ხომ არ გახსენდებათ აი ეს თქვა კუნთების უნებლიე მოძრაობა, მიოკიმია, თუ მსგავსი ეპიზოდები თქვა თქვენ ცხოვრებაში იყო, მომხდარა, ან ახლა არის, ან იქნება შემდეგში, მე მინდა რომ ეს ვიდეო ყოველთვის გაიხსენოთ. ამიტომ ეხლავე გავუზიარეს სხვასაც და ასევე შეინახე რომ გამოგადგეს შემდეგშიც. ნახე, ჰიპომაგნემია საქართველოში იშვიათობა არ არის, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი ყოველდღიური საკვები არც ისე მდიდარია მაგნიუმით და მეორე მხრივ ეხლა ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრ მედიკამენტს ვსვამთ, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მაგნიუმის სხეულიდან გადინებას, ან ხელს უშლის მაგნიუმის ათვისებას. ასე ზოგიერთ დაავადებას, ზოგიერთ მდგომარეობას, აი დააკვირდით, რომლები უწყობენ ხელს მაგნიუმის კარგვას და მე ფეხის კუნთების სპაზმს, თითების უნებლიე მოძრაობას. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ფაღერათი. თუ თქვა თქვენ გაქვთ ფაღერათი, ამ დროს სხეულიდან იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, მაგრამ არა მხოლოდ სითხე, ასევე იკარგება ელექტროიდები, მათ შორის სწორედ რომ მაგნიუმი. ამიტომაც არის რომ ფაღერათების მერე მეორე, მესამე, მეოთხე დღეს გაქვთ ეს კუნთების სპაზმი, თითების უნებლიე მოძრაობა, ან კუნთების უნებლიე მოძრაობა. გარდა ფაღერათისა, ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლითაც. ეხლა ალკოჰოლი ზოგადად არის მშრალდენი, ეხლა თქვა თუ ვიღაცასთან დაავადების ხეზე მიხვედით და იქ დალია თქვა ღვინო, ლუდი, რამე სხვა, იცოდეთ რომ მეორე, მესამე, მეოთხე დღეს სხეულიდან იკარგება როგორც ვიტამინები, ასევე ელექტროიდები. ამიტომაც არის რომ მე გაწუხებთ ხოლმე ეს კუნთების უნებლიე კრთომა, ეს თქვა გენესკვებათ ხოლმე თითების უნებლიე მოძრაობა. თუ თქვა არც ფაღერათი გაქვთ და არც ალკოჰოლი, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში მსგავს ეპიზოდები მაინც არის, კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი ჰიპომაგნემისა, მაშინ შეიძლება იყოს მაგალითად მედიკამენტები. ეხლა როცა ჩვენ თავოდეს ხოლმე პაციენტს და ვიკითხებით, აი რაიმე მედიკამენტს სვამ, ის ეგრევე უარყოფს არანაირ წამას არ სვამ, მაგრამ თუ ჩაიძიები, აღმოაჩენ ერთი 80 წამას მაინც სვამს. ნახე, ეხლა მედიკამენტები და რომლები უშლიან ხოლმე ხელს მაგნიუმის სხეულში ათვისებას, ეგენი არიან პრაზოლები, კუჭის დამცავები. თქვა თუ თქვენ სვამთ ომეპრაზოლს, პანდოპრაზოლს, ლანსოპრაზოლს, რამე სხვა პრაზოლს, ოღონდ ბრენდული სახელწოდებებით, იცოდე რომ ისინი ხელს უშლიან სხეულში მაგნიუმის ათვისებას, ამიტომაც არის რომ სამ თქვენ კუჭას თავის დაავადებებს კურნავთ, იმ პერიოდში შეიძლება იყოს სწორედ რომ აი ეს ფეხების სპაზმი, თითების უნებლიე მოძრაობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა, გარდა მათ მედიკამენტებისა, ასევე წნევის დამწევის საშუალებები. ეხლა საზოგადოების ნაწილი ძახის ხოლმე წნევის მარეგულირებლებს. თუ თქვენ ახლა გადმოალაგეთ მათ მედიკამენტებს და შემადგენლობას კარგად დააკვირდებით, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეიცავს შარდმდენსაც, ხო? მათ შარდმდენებიც არის ხოლმე ნაწილში, თქვა წაიკითხავთ ჰიდროქორტიაზიდს, ინდაპამენტს, რამე სხვას, ისინი ხელს უწყობენ სხეულიდან მაგნიუმის გაძევებას. ამიტომაც არის რომ როცა თქვა აბებს სვამთ, ასევე მაგნიუმისაც კარგავთ, მაგიტომაც არის რომ მე თქვა გაქვთ ეს კუნთების უნებლიე შეკუმშები, თითების უნებლიე მოძრაობა. ეს არის შავსვარის წამალი და შეწყვიტობა, უნდა იცოდე როგორ მოაგვა, რა საკვები მიიღო, რომ შეივსო. გეტყვი მაგასაც. კიდევ რა შეიძლება იწოდეს თქვა მაგნიუმის საკლებობას, შაქრიანი დიაბეტი, ხა ბევრ მარც კი იცის რომ სისხლის შაქარი მაღალი აქვს, ანუ დიაბეტი აქვს. ეს ზოგადად ძალიან ფარული დაავადება და როცა გამოვლინდება უკვე შეიძლება საკმაოდ გვიანიც იყოს. როცა ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ან ამ დიაბეტს თქვა ჯერ არ იცნობს რომ აქვს, ან თქვა აქვს, მაგრამ ვერ კურნალობს კარგად, ამ შემთხვევაში სისხლში მაღალი გლუკოზის შემცველობა თითქმის ვერ ახერხებს აი ამ გლუკოზის ისევ სხეულში დაბრუნებას შარდიდან. ამიტომ გლუკოზა რჩება ხოლმე შარდში, სხეულიდან გამოაქვს სითხე და გამოაქვს ელექტროიდებიც. ამიტომ როცა ვინმე შაქრიანი დიაბეტი აქვს, იცოდეთ რომ მას შეიძლება ქონდეს ეს კუნთების უნებლიე მოძრაობა, ფეხების განასხვა, თითების უნებლიე მოძრაობაც. გარდა მაგისა, ეხლა მე ვარ ონკოლოგი, ჩემთან ონკოლოგიაში ხშირია მაგნიუმის საკლებობა, იმიტომ რომ აი ქიმიოთერაპიას ვაკეთებ და როცა შეგვყავს ხოლმე ზოგიერთი მედიკამენტი, თქვა ცისპლატინი, სხეულიდან ხდება მაგნიუმის კარგვა, ამიტომაც არის რომ ჩვენ ქიმიოთერაპიის სრულობის დროს იქვე ვამატებთ ხოლმე მაგნიუმსაც, რომ ეს პაციენტს შეუვსოთ. თუ დააკვირდი, ალბათ ნახავდით რომ სიტუაციები ჩვენს ყოველდღიურობაში ხელს უწყობს მაგნიუმის ან ათვისების გართულებას, ან მაგნიუმის სხეულიდან გამოძევებას. ამიტომაც არის რომ ყველა ჩვენგანს ეს ერთხელ ან რამდენჯერმე მაინც გამოუწვია იგივე კრამპები, თითების უნებლიე მოძრაობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა. ეხლა ჩდება კითხვა, როგორ მოაგვარო. თუ მაგნიუმის საკლებობა, მისი მოგვარება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მაგნიუმის შევსებით. დანამატისა მედიკამენტის სახით ნახე. ეხლა თქვენ ეხლა შეხვიდეთ ეხლა აფთიაქში მაგნიუმი შეარჩიოთ, ხო? იქ ძალიან ბევრი მაგნიუმი არსებობს და ყველა მაგნიუმი არ გამოგადგება. მოდი ჩვენ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, რომელი მაგნიუმი სად გამოგადგება, მაგრამ აი თუ თქვა საქმე ეხება მაგნიუმის ხანგრძლივ პერიოდში შევსებას, შეიძლება გამოიყენო მაგნიუმის მეცინატი. ეხლა სხვა ფორმის მაგნიუმი თქვა შეიძლება არ გამოგადგეს, თუმცა ზოგიერთი ფორმის მაგნიუმი, მისი მარილები ხელს უწყობენ ფაღერათის განვითარებას, ანუ რა გამოდის ესე იგი ფაღერათის გამო მაგნიუმი დაკარგე, მე რაღაცა არასწორად მიიღე მაგნიუმის რაღაცა ფორმა და ისევ ფაღერათი განვითარდება. ანუ თქვენით მაგნიუმი არ დაგეთ ყოველთვის შეარჩიეთ ხოლმე სწორად.
და ასევე გახსოვდეს, რომ როცა არის მაგნიუმის ნაკლებობა, ყოველთვის ჯობს მიიღოთ ესეთი საკვები, რომელიც მაგნიუმი მდიდარია. ეს საკვები შეიძლება იყოს იგივე თქვა თხილეული, იგივე მახე, აი თხილში ზოგადად ბევრია მაგნიუმის შეცვლილობა, კაკაშიც ბევრია, ქეშივ საკმარისად შეიცავს ხოლმე მას, ასე რომ ესენი მიიღე ხოლმე ყოველდღიურად. ასევე პარკოსნები შეიცავენ მაგნიუმს, იგივე თქვა ლობიო კიდე სოია თქვა ოსპი მაგნიუმის საკმაოდ კარგი წყაროა ესენი. ასევე მწვანე ფოთლოვანი მცენარეები იგივე თქვა ისპანახი, სწორედ რომ კარგი წყაროა მაგნიუმისა, ზესუნზირად შეიცავს ხოლმე მაგნიუმს. თუ თქვენ მიდრეკილი იქნებით ხოლმე აი კუნთების სპაზმისკენ, თითების უნებლიე მოძრაობისკენ, კუთთობის კრთომისკენ და ეს იქნება გამოწვეული მაგნიუმის ნაკლებობით, აი ეს პროდუქტები მიიღე ყოველდღიურობაში. მადლი დაგრჩები თუ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოусმენ, შეინახავ და გავუსერებ სხვებსაც, რომ სხვა დროს როცა იქნება თქვა აი ეს კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ეს გამენასკვაო, ყოველთვის გაიხსენო ეს ვიდეო.